სიგნიფიკაცია ვნახოთ, ვისი უნდა იყოს გაშლა. ვისი გაშლა. დედარა აკრა. აკა მამაკაცის ენერგია ქალბატონი შეიძლება რომელიც იმყოფება იმპერატორი მამაკაცის ენერგიაში იმპერატორი მამაკაცი რას ნიშნავს ხო მამაკაცი რომელიც შეიძლება თანამდებობის პირი არის ძვირფასება ეხა ეს არის საჯარო გაშლა შეიძლება და ან იქნება ხშირად იმიტომ რომ არის საჯარო გაშლა თორე ზოგადად შეიძლება და ან ჩემთვის მიუღებელია მაგრამ ვინაიდან არის საჯარო ამიტომ ასე ან მამაკაცია, ან მამაკაცის ენერგიებში მყოფი ქალბატონი, რომელმაც არჩევანი გააკეთა ცოლიანი მამაკაცისგან წასულიყო და ახალ გზას დადგომოდა, თითქოს აი რაღაცა გამოფხიზლდა. ან მამაკაცთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ აღნიშნავ, შეიძლება არის რაღაცა თანამდებობის პირი, ან ჯიუტი ადამიანი ზოგადად შემდგარი პიროვნება, რომელთან დაკავშირებითაც ქალმა კაცი დააყენა არჩევანზე, რომ დავუშვათ ჩვენი სიყვარული სერიოზული ურთიერთობისკენ წაიყვანე, ესეთი ქალი. და ამ სიტუაციაში გავიდა ურთიერთობიდან ქალი და ამას ხო, ანუ იდუმალი ურთიერთობიდან აღარ მინდა ეს იდუმალი ურთიერთობა რა, აღარ მინდა ეს სექსუალური იდუმალი ურთიერთობა ამოასხა ამ ქალს, გამოიღვიძა, გამოფხიზლდა, გამოაჩინა თავისი არჩევანი ამ ქალმა, რომ მე შენ მიყვარხარ და მე მინდა შენთან სერიოზული კავშირი აღარ მინდა ეს დარდი, აღარ მინდა ეს დამალვა და იმის მოლოდინი, რომ რა იქნება მომავალში. მიიღე გადაწყვეტილება ან ახალი მომავალი, ან არა და მე ესე აღარ მინდა. ხო, ამ დროს ძალიან ნერვიულობს ქალი, ან ნერვიულობდა უძილო ღამეები გქონდა აქ. აი არ ვიცი, ფიქრების მარტოობას განიცდიდა. შეიძლება ქალი სულ მოლოდინში იყო, შეტყობინების მოლოდინში იყო ეს ადამიანი. ხან გამოჩნდებოდა, ხან არა, ეს ქალის, მოკლედ, აი ესეთი სიტუაცია რა. თუ იცანით საკუთარი თავი, დარჩით გაშლაზე. მოხდება ამ ურთიერთობაში ეს სამუდამო დასასრულია. აქ ძირითადად სამკუთხედი შეიძლება იყოს. ეს სამუდამო დასასრულია თუ ეს კაცი მიიღებს თქვენთან დაბრუნების გადაწყვეტილებას იმ სახით, რა სახითაც აქ ქალს სურს. კაცი იმოქმედებს ნამდვილად, იმიტომ რომ აი იმხელა ისე ძლიერ მამაკაცად გრძნობდა თქვენთან თავს, რომ ამას თქვენს გარეშე არ შეუძლია. მიიღებთ შეტყობინებას, ხო, ეხლა აქ მყავს გოგონა, რომელმაც არ იცის ეს კაცი გავა კონტაქტზე, არ გავა რა ასე თქვის, როგორ ეთქვის, მაგრამ აქ გამოვა ეს კონტაქტზე აუცილებლად, ან ვინმეს არა კონტაქტზე გამოვა. ინფორმაციას მიიღებთ ამ კაცისგან. კი, განახდება ეს სიყვარული. ეხლა კი ძალიან ისე ხართ, შეიძლება დასასვენებლად ხართ წასული და აი ცდილობთ, რომ ეს გაჩერებული სიტუაცია, ფიქრები, აი ამისგან განთავისუფლდეთ რა, ცდილობთ, ყოველ შემთხვევაში იხსენებთ, რომ რამდენ კრუგზე იყო ეს ურთიერთობა წასული, ხან გამონათდებოდა, ხან აი როგორ იყო იცი,
თქვენ აღარ გინდათ რომ ისე იყოს როგორც აქამდე იყო, გინდათ რომ აი სულ განათებული იყოს, ახლა ეს ვის არ უნდა ხო, მაგრამ აი ამას ვფიქრობთ რომ აი ისევ ესე გაგრძელდება, ანუ თქვენ გადაწყვეტილებაში თქვენ გადაწყვეტილების ისტორიაში ხართ დარწმუნებული, იმიტომ რომ მე რო ესე არ გამეკეთებინა, სულ მთელი ცხოვრება ესე იქნებოდაო. აქ გამოვა ეს ადამიანი კავშირზე, მოვა ან კონტაქტზე მინიმუმ გამოვა და განახლება ამ სიყვარულის, კი. თქვენი გასვლა ამ კავშირიდან ძალიან გაგეხარდებათ რომ გამოვა. თქვენ გახვედით რა, ძალიან გულისტკენის მიუხედავად ამ კაცს დაუტოვეთ გულისტკენა თქვენი წასვლით. თქვენ კი ახლა ძალიანაც შეიძლება ნერვიულობთ და არ ვიცი ემოციებში გაატარეთ ძალიან დიდი ხანი და ასე შემდეგ, ეხლაც არ იცით რა სიზავს ეს კაცი, მაგრამ გეუბნებით, თქვენ არაფერს არ აპირებთ აქ რომ გააკეთოთ და იმას იზავს, რა ქვია, გამოვა ეს კაცი ყველა ვარიანტში. აი მე გოგოებო, აქ ვიღაცას ხელს თხოვს. აი გეფიცებით რა. აქ ამ კავშირის განახლება 100%-ით შემიძლია ვთქვა. აქ ოცნება აგიხდებათ, ეხლა კი გული გტკივათ, რომ ფიქრობთ, რომ ეს არის რა ქვია, ტყუილად ვოცნებობდი, ტყუილად ველოდები, მაგრამ მე საკუთარ თავს აღარ დავკარგავ, მაგრამ გეუბნებით აქა, ეს არის რა ქვია, წინსვლა გაქვთ. აი ეს ემოციები, რაც აქამდე გქონდათ, სწორად კარგია თქვენი გამოღვიძება რომ მოხდა, აქ ჩამოგერიცხებათ ყველა ეს წარსული ემოცია და კარმავთავდება. აქ სამართლიანობა იზეიმებს თქვენი სწორი გადაწყვეტილებით, თქვენი წერტილის დასმით და განახლებულ მომავალზე იმას რა ქვია, ძველ სიტუაციაზე წერტილის დასმით და განახლებული მომავლის მოლოდინში მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც დაასრულებს თქვენი თავისმოტყუების და ასე ვთქვათ იმ სიტუაციას, რომ ეხლა ფიქრობთ, რომ წარსულში თავს ვიტყუებდი, რამდენი დრო დავკარგე, ვიტყუებდი თავს და ეს კაცი პასუხისმგებლობის აღებას არც აპირებდა, სულ მანძილი, სულ მოლოდინი, სულ იმაზე ფიქრი, რომ რას წარმოვადგენ მე მისთვის, ხო? სულ მე ვაერთიანებდი ამ ურთიერთობას, თუ მოგბეზდათ და წახვედით თქვენ აქ. არა, მოდის ჩემო სიხარულებო, მოდის. ამის სიხარული ხართ, ამის ბედნიერება ხართ, ამისი, არ ვიცი, ყველაფერი ხართ, რომ იტყვენ ამ კაცის. რა ამ კაცს ადგავთ გვირგვინს და ქალი, რომელიც მამაკაცს გვირგვინს ადგავს, იმ ქალს არ კარგავენ ხოლმე და აქაც ესე გვაჩვენებს, ვაი მე როგორი არეულია თქვენი კაცი. როგორი არეულია თქვენი კაცი, მე და იცოდეთ. ამ გაშლას რა ერქმევა, თქვენ გვეიცით სახელი, მაგრამ მე ნაკაჩი ვიმუშავე. ამ გაშლას ერქმევა აი ესეთ სახელწოდება მინდა დავარქვა. ტყუილი იყო ის სიყვარული, მართლა ძვირფასი ხარ თუ არა ამ კაცისთვის და ამ ყველაფერს რა ფორმით გამოხატავს ადამიანი. ენერგო მიმოცვლის სახით აუცილებელია თქვენთვისვე, რომ სამყაროსთან იყოს ბალანსი, მოიწონოთ ვიდეო თუ იყო თქვენი ჩემო ძვირფასებო. ნებისმიერ საკითხში ამას ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, იმიტომ რომ მეც ესე ვცხოვრობ, ნებისმიერ საკითხში ჩემო ძვირფასებო. ეცადეთ კი არა და აუცილებლად იყავით ბალანსირებულები.
იმიტომ რომ სამყარო შედგება სიმართლისგან, სისწორისგან. არ აქვს მნიშვნელობა ამას ვინმე დაგინახავთ, არ დაგინახავთ და ასე შემდეგ. თქვენ როდესაც რაღაცას იღებთ, აუცილებელია სანაცვლოდ რაღაცა გასცეთ. ეს არის სამყაროს კანონი, რომელიც მუშაობს 1000%-ით და ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერი მიწიერი ცხოვრების ნაბიჯზე, ეცადეთ რომ არაფერი არ მიიღოთ და არ დატოვოთ გაუცემელად თქვენი მხრიდან. ნებისმიერ საკითხში, აი ეს გახსოვდეთ, არის წარმატების მთავარი გასაღები ყველა მიმართულებაში ცხოვრებაში. ამიტომ ამ შემთხვევაში თუ იყო თქვენი ვიდეო, მოიწონეთ, გააზიარეთ, თქვენ რა ფორმითაც გნებავთ, იმ ფორმით დააბალანსეთ ენერგობალანსი. მე კი გისურვებთ ულევ ბედნიერებას, როგორც ყოველთვის და თქვენ სულში მზეს.